ესმა გუმბერიძეს პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის წარმომადგენელს ვთხოვ რომ განაგრძოს საუბარი თქვენ კონკრეტულად რა პრობლემებზე გსურთ ყურადღების გამახვილება. მეც რა თქმა უნდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოვეხმაურები არჩევნების თემას, რომელიც როგორც მოპარეს მთელ ხალხს, ასევე მოპარეს შიშიმ პირებს. იყო შემთხვევები, ან მუქარის ზეწოლის, მუქარის რომ სხვადასხვა სოციალური სერვისს წაართმევდნენ, სოციალურ დახმარებას მოუხსნიდნენ. ძალიან კარგად იცით, რომ გავიდა სიუჟეტები, პირადობის მოწმობები როგორ ჩამოართვეს და ძალიან სამწუხარო არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაგალითად არ ეწევა ამ ტიპის საგამოძიებო ჟურნალისტიკას და ის უნდა იყოს პირველი არხი, რომელიც მსგავს საკითხებს აშუქებს, რომ მაგალითად შიშიმ პირი იქნება თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფი რომელიმე წარმომადგენელი, რომელიც რაიმე ტიპის ზეწოლას განიცდის დაუშვათ და იძულებას, რომ ხმა მისცეს. ნუ ფარული რომ არ იყო არჩევნები და ახლა უსინათლოებზე მაგალითისთვის ეს აისახა ორმაგად, იმიტომ რომ ჩვენ ელემენტარული ისიც კი ვერ დავიცავით და ვერ მივხვდით, რომ თურმე მაგალითად ეს მარკერი შეიძლება გაჟონილიყო და შეიძლება და თეორიულად მაინც ეს ჩვენი ბიულეტენი ვიღაცას დაენახა. მე ვიცი ადამიანი იყო დღესაც იძლეოდა ინტერვიუებს და ამბობდა ერთ-ერთი უსინათლო, რომ მაგალითად მისი ბიულეტენი ჩანდა ძალიან კარგად, მას უთხრეს ეს. ჩემ შემთხვევაში მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ როცა მე ვათავსებდი ამ ბიულეტენს აპარატში, მოვიდა უბნის ვიღაცა თანამშრომელი, რომ უნდა დამხმარებოდა იმის განთავსებაში და იმან დაინახა და რა დაინახა, რა ვერ დაინახა, არ ვიცი. ან უბანზე რო კამერები იყო განთავსებული, იმ კამერაში რა ჩანდა, რა კუთხით იღებდა, წარმოდგენა არ მაქვს მე პირადად. და ამ ხრივ რა თქმა უნდა ბევრად უფრო მოწყვლადები ვართ და ეს საკითხებიც არსად დიდად არ არის გაშუქებული. ის რომ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გააპროტესტეს ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივად უარის თქმა, ის რომ ამ საჯარო მოხელეებს ეხლა ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით და რეორგანიზაციით, ამ საჯარო მოხელეებს შორის არიან შიშიმ პირებიც, რომლებისთვისაც ეხლა ქართულ რეალობაში მოდი ვთქვათ, რომ სამსახურის შოვნა არის გამონაკლისი და არა წესი და აი ამ ადამიანებს წარმოიდგინეთ ერთის მხრივ ემუქრებიან, რომ მოუხსნიან სოციალურს, რაღაცა სერვისს არ მიაწვდიან, რაც ჭირდება. ერთი ვიცი შემთხვევა ერთ-ერთ რეგიონში აგენტურის კანონის გარშემო როცა იყო აქციები, დედამის მისისგან მოითხოვდნენ, რომ კონტრაქციაზე, ფაქტობრივად ვთქვათ, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩამოსულიყო, იმიტომ რომ კოვიდის დროს თურმე მის შვილს თავისი სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაცა გასეირნება რო ჭირდებოდა კომენდანტის საათის მერე აძლევდნენ ამის უფლებას და საშვი ჰქონდა და თურმე მადლობელი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევები არის უამრავი. და ასეთ შემთხვევები არ შუქდება და წარმოიდგინეთ, ერთის მხრივ, ესე იგი, მადლობა უნდა გადაიხადო, რომ დაგასაქმეს, მეორეს მხრივ, მაგ სამსახურის დაკარგვით გემუქრებიან თუ შენ აზრს დააფიქსირებ და მესამეს მხრივ, სოციალურ შემწეობაზეც გირტყამენ თუ რაღაცას ისე დაუშვათ არ იტყვი. ხო, იმ ყრუ აქტივისტის ცემის თემას მინდა გამოვეხმაურო დღეს. 2022 წელსაც სცემა პოლიციამ ყრუ ბავშვს მეტროში, ძალიან გახმაურებული შემთხვევა იყო სხვა შორის და ამის შემდეგ დაიწყო სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგების ჩატარება პოლიციისთვის. და შემდეგ მივიღეთ ეს შეკრული წრე, რომ ყველა ამ ტრენინგის მიუხედავად ადამიანი დგას აქციაზე, თავის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატავს, თავის აზრს და ამის გამო იცემა, დაზარალდა, დაზიანდა და დღემდე არ ვიცით რა თქმა უნდა ვინ ამის გამო ვინ რა პასუხს აგებს და ვის წინაშე. ეს ყველაფერი დამატებული იმას, რომ ხა საზოგადოებრივ მოწყობილზეც რო გადავიდეთ, შიშიმ პირთა განდევნა ამ სივრციდან, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოხდა. აქ იყვნენ წამყვანებიც შეზღუდული შესაძლებლობებით, რომლებიც აღარ არიან აქ და თუნდაც სხვა ადამიანებით არ იყვნენ ჩანაცვლებულნი. ის რომ მაგალითად შეგიძლიათ გითხრათ ქალბატონო ეს გიორგი ახმეტელი მაგალითად რეალურ სივრცეში იყო თანაწამყვანი.
ასევე საკითხავია, რომ ეს ეთერები, რომლებიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი, ეს ადამიანი აღარ მუშაობს, გიორგი. დიდი ხანია. დროებით არის შეჩერებული. დროებით არის. 2015 წლიდან? წლებია უკვე აღარ რეალურ სივრცეზე ამბობთ ხელთ. რეალური სივრცე იყო კიდევ ყოველდღიური რეალური სივრცე, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც იყო გიორგი ახმეტელი. პეტლით მოსარგებლე. ხო, მაგრამ ის ხო რჩება საზოგადოებრივ რჩება ნახეთ მუშაობს. არ მუშაობს. ეთერით და ის გადიოდა თითქმის ყოველდღე რეალური სივრცე, რომელიც იყო ყოველდღიური გადაცემა და რომელიც აშუქებდა პრობლემებს ძალიან კარგად. არა მხოლოდ შიშემ პირებს, ანუ ყველა მოწყვლად სოციალურ საკითხებს კი, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მე ეს ყოველდღიური რეალური სივრცე დახურეს და აღარ გადის და მხოლოდ დატოვეს ნინო ზაუტაშვილის 2 საათიანი გადაცემა კვირაში ერთხელ, რომელიც ვერანაირად ვერ დაიტოვს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც მოწყვლად ჯგუფებს აქვს დღეს საქართველოში. ამაზეა საუბარი. და ამას დავამატებ, რატომ მაგალითად ეს ეთერები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეთერები არის ამ სიტუაციაში, რატომ არ ითარგმნება მაგალითად ეს ეთერები ჟესტურ ენას? ჟესტურ ენაზე ახლა ზუსტად მოგახსენებთ, რომ ვერ მივიღებთ ამ პრეტენზიას ნამდვილად, იმიტომ რომ ქალბატონო ესმა აბსოლუტურად ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ეს კონკრეტული ეთერი, ეს კონკრეტული არის საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მიმდინარეობს საპროტესტო აქციების პირდაპირ ეთერში გადაცემა, მაგრამ ნახეთ ახლა გეტყვით. მოამბის ყველა გამოშვებს. არა. გადის სურდო თარგმანით. და ნელ-ნელა ნახეთ, ნელ-ნელა ჩვენ თავიდან დავიწყეთ. ეს ეთერი ახლა ვსაუბრობთ შშმ პირთა უფლებებზე, შშმ პირთა უფლებების დღე. ეს ეთერი ითარგმნება თუ არა? არ ითარგმნება. ახლა ამ დროისთვის არ ხდება სურდო ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. ამაზე ვსაუბრობ, თუ შეიძლება სხვა თემებზე მოდი ნუ გადავალ. ის რომ საზოგადოება იმას გაიგებენ, რომ ის ბიჭი ნაცემია. ეს არ შეესაბამება იმდან რამდენადაც ყოველწლიურად სულ უფრო მზარდია სურდო თარგმანის ქრონომეტრაჟი იზრდება. იცით რა თამთანო, ყველა გამოშვება მდგომარეობა ქვეყანაში სწორედ ახლა უნდა იყოს სურდო თარჯიმანი, იმიტომ რომ ნახეთ, ყრუ ადამიანის ცემეს და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ყრუ აქტივისტები, რომლებიც აქციაზე დადიან, მოქალაქეები რიგითი, რომელმაც უნდა იცოდეს მიმდინარე მოვლენები, რომ საფრთხეს აარიდოს თავი მინიმუმ. ჩვენ რომ ამას ვლაპარაკობთ, თათია და კიდე სხვა ყრუ ადამიანები ვერ იგებენ ჩვენ რას ვლაპარაკობთ. ამაშია პრობლემა. სხვათა შორის ძალიან ბევრი პროგრამა კიდევ, რომელიც ესე უცხოური დაფინანსებით დაიწყო და როგორც კი უცხოური დაფინანსება შეჭდა, სახელმწიფომ ეს პროგრამები არ გადმოიბარა. აი რომელი პროგრამებია თითზე არ დააკრა არაფრის გაკეთებას. აი მაგალითად ქუთაისში იყო წლების წინ, როდესაც ერთ-ერთი საერთაშორისო დონორი ახორციელებდა დაფინანსებას აუტიზმის პროგრამის 50%-ს აფინანსებდა ეს დონორი. ერთი წლის შემდეგ დონორმა ამოწურა თავის პროექტი და ნახეთ რა შობოდა. ქუთაისის მერია მშობლებს ეუბნებოდა, რომ ის 50% თქვენ გადაიხადეთო. მაშინ მშობლებმა ანუ არ ვიცი, ძალიან ბევრი იბრძოლეს, მეც დავეხმარე მათ და იმდენი გავაკეთეთ, რომ ეს 50% დავაკისრეთ ისევ ქუთაისის მერიას. ეს მაგალითი მე მგონი საკმარისია. ეს უნდა ვეხვეწოთ ამას მაგალითად გეტყვით, ხო, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მოზარდებს არც ერთი პროგრამა არ ერგება, რაც არის. ისევ ჩვენი ორგანიზაცია მშობლები თვითონ ჩვენი ძალებით წინდების კამპანიას რო ვაკეთებთ, პირველად იქიდან მოვაგროვეთ, ისევ ხალხის დახმარებით თანხები. გავაკეთეთ პროგრამა, მე ევროპის ფონდმა დაუჭირა მხარი ამ ჩვენ პროგრამას. მე მერიიდან ჯანდაცვის სამინისტროში, სამინისტროდან იქ გამოვცადეთ, იმუშავა ბავშვზე მორგებული უნიკალური და უდევთ ჩვენი სტანდარტი, ხო, ანუ მილიონგან იმის მაგივრად, რომ რა უწერიათ იმაში, კონვენციაში, გაეროს კონვენციაში, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყო სერვისების განვითარებას და ჩვენ თვითონ ვავითარებთ სერვისებს, ჩვენი ზარის მე გეტყვი კიდე ცოდე ადამიანი გავხდი, სამართალმცოდნე, პროგრამების მცოდნე, რა ვიცი, ყველაფრის მცოდნე, ხო არ შეიძლება. ვაკეთებ და იმის მაგივრად დაგვეხმარონ, ხელს გვიში აუტისტური სპექტრი შშმ პირებს აქვს თანა გადახდა, იცით საყოველთაო ჯანდაცვაში და ვერ იხდიან იმ თანხებს, ანუ ჯანდაცვის მეთვალყურეობაც კი არა აქვს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? მე ძალიან მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ სერიოზული კითხვა დაისვა აქ. რა პროგრამები არის, რომელიც უცხოელმა დონორმა დააფინანსა და სახელმწიფომ არ გააგრძელა. ძალიან მინდა რომ ამაზე ვთქვა, იმიტომ რომ ეხლა ეს არის უკვე ძალიან უსაგნო დისკუსია და ტყუილად კარგავთ ამაში დროს. პირველი პროგრამა, პირველი თემა თუ შეიძლება. პირველი თემა ეს არის უსინათლოებისთვის
ოჯახის სწავლება. ჩვენი ჟურნალისტები პოლონელებმა ამაში ჩადეს უამრავი ფული, ათასობით, მილიონობით თანხები, ძალიან სერიოზული თანხები ჩადეს ამაში და სახელმწიფომ ეს სერვისი არ გადმოიბარა. დღეს მაგალითად უსინათლო ადამიანი მხედველობას რო კარგავს 100 აქში, ან ესეთ აქციაზე თვალს რო ამოუგდებენ ტყვით და რო დაჭირდება რო ისწავლოს ხელჯოხით, როგორ გადაადგილდეს, როგორ მოიმზადოს საჭმელი, როგორ დარეცხოს, როგორ დაალაგოს სახლი, არ არსებობს სახელმწიფო სერვისი, რომელიც ამას დასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიმე, პოლონეთმა ტონა ფული ჩადო იმაში, რომ ეს სპეციალისტები გადაემზადებენ. ეს ადამიანები ერთი რო არიან დაუსაქმებლები, მათი დრო წავიდა, მეორე რა უცხო დონორის ფული წავიდა. მეორე პროგრამა არის ყრუ სინათლოთა თვის ლორმის ენის შემუშავება და სწავლება. ანუ ეს წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ვერც ხედავს, არც ესმის, ჭირდება სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებები, გადაამზადეს კვლავ სპეციალისტები, ამაში სერიოზული თანხები იყო ჩადებული, შეიმუშავეს ქართული ლორმის ენა, ამაზე არის რგოლები გადაღებული და 1000 რაღაცა. სახელმწიფომ ეს პროგრამაც, ანუ იმისთვის, რომ რეალურად ყრუ სინათლოს ეს ვასწავლოთ, ხო, სახელმწიფო სერვისი ხო უნდა არსებობდეს, ხელფას ხო უნდა უხდიდნენ ამ ადამიანებს, ახლა მთელი ცხოვრება მოხალისეობრივად ვერ იმუშავებენ. სახელმწიფომ ეს პროგრამა არ გადმოიბარა. მესამე თემა ეს არის ავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების თემა, რომელიც მე არ ვიცი თბილისში ვინმე დონორი აფინანსებს თუ არა, მაგრამ მე მგონი არა და იმიტომ არის რომ 2 წელი ვერ მოება თავი იმას, რომ იმ ავტობუსებშიც კი სადაც წესით უნდა ცხადდებოდეს, არ ცხადდება. და მეოთხე თემა, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, მიწისძვრები, წყალდიდობები, ხანძრები ხდება ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. შშმ პირებს ეს ასევე გვეხება, ხო? ანუ სხვადასხვა კატასტროფის დროს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა თავშესაფრები ადაპტირებული და ასე შემდეგ. ამის გარშემო სტრატეგიების შემუშავებას ისევ მხარი დაუჭირა ევროკავშირმა, სანამ ევროკავშირი ამას აფინანსებდა, ჩვენ კიდევ მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემებზე გვახვედრებდნენ და რაღაცებს ვლაპარაკობთ, რაღაც გეგმა დაიწერა, სამოქმედო გეგმა 2017-20 წლების, როგორც კი დონორი ამ თემიდან გამოვიდა, იმის მერე ერთხელ არ დაუბარებივართ ამ კრიზისების საბჭო, თუ რაც ქვია იმ უწყებას იქ და ანუ არც ვიცით ახალი სტრატეგია შეიქმნა, ან კაი სტრატეგია ერთია, მაგრამ რამე საერთოდ თუ სრულდება, ან როგორ სრულდება. მე 11 წლის წინ უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, ჩემ მშობლებს იმ უნივერსიტეტმა მოთხოვა ჩვენ თქვენშვილს ლექტორებს ვერ დავუქირავებთ და გაიყვანეთ ევროპაში და იმის მერე სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ არანაირი ხედვა სახელმწიფომ ინკლუზიური უმაღლესი განათლების კუთხით არ შეიმუშავა და დღესაც სტუდენტები როცა მიდიან თავიანთი ესე ვთქვათ გაცნობიერების იმედზე არიან და უნივერსიტეტის კეთილნებაზე არიან დამოკიდებულები და ამ დროს აი ეს ვთქვათ ყრუპირები თუნდაც აქციებზე რომ მონაწილეობენ ჯერ კიდევ ის დამოკიდებულება გვაქვს თურმე რომ რა უნდა შშმ პირს აქციაზე დილის 5 საათზე სატყავდა აპეკუნი, ანუ მეორე ვიღაცა პატრონი, ანუ ჩვენ რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აი პრობლემიდან პრობლემის მოგვარების გზას atხედავთ გამოსავალი. ევროინტეგრაცია არის გამოსავალი, მეტი გამოსავალი დღეს აღარ გვაქვს ხალხნო. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია არის ალტერნატივო და ნებისმიერი მე ასევე ვარ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი და დიპლომატის ნუ რაღაცა ოდესღაც 1-2 სიტყვა მაგ გაგონილი და აი ეს განაცხადი რომ ჩვენ ეხლა არ გვინდა და მე რაღაცა იქნება მოვიფიქროთ, ხო? ეს არის პირდაპირ ნიშანი დიპლომატიურ ენაზე რომ ამაზე ვამბობთ უარს. ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის მიუღებელი ის რომ თავის ჯერ კონსტიტუციაზე თქვა უარი, მერე თავის წინასაარჩევნო დაპირებაზე თქვა უარი და ფაქტობრივად მოგვახვედრა რაღაცა სათაგურში, რომ თავიდან რითიც ვისაც მიაცემინეს ხმები, რითიც მიაცემინეს, რომ ევროპაში მაინც შევალთ და ეხლა უკვე ამაზეც როცა უარი გვითხრეს, ეს არის ყოველად მიუღებელი ყველასთვის. ამდენი